guys, მოგესალმებით მეგობრებო, მეგობრებო. რა ვახართ რა შვებით? ვახართ მაგრად, დაგიმთ ახალი თამაშით. სახელად რომ ქვია რაღაც საიტის სახელი, რომელიც აღარ მახსოვს. და არის ტრეგულ თამაში და არის ბევრი რამე, ასე საქართველოს არის მხოლოდ ერთ მაპში. და ეგ მაპი ჩავწე მარტო. ასე გეუბნა სენდბოქსში გინდა თუ არაო, რა თქმა უნდა, ოფზე დავაყენებ სენდბოქსს, რაც მინდა ყველაფერი მქონდეს 9 ფული, გოლდი, ყინა, ატომური ბომბი და რაღაცები. ისტორია მოუდი. ისტორია მოუდს გამოვთავ. და გიტყვით რატომაც. ანუ ეს არის წლები 1919 წლის. ანუ დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული გვაქვს. და ისტორია მოუდიო ჩავრთო სულ რაღაც 2 წელიწადში. არა, დაჟე 1 წელიწადში. დამიპყრობს საბჭოთა რუსეთი. და ეგ მე ისტორია მოდიო ჩართო, ვერანაირად ვერ გადაურჩები მაგას. იმიტომ საბჭოთა რუსეთი არის ჩემზე ძალიან ძლიერი და მე კიდე ვარ უსუსტესი ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკა საერთოდ ჩამოშლილი აქვს, არაფერი არ აქვს, ჯარიმი არ ამყავს. ვაფშე არაფერი არ მაქვს, ფაქტობრივად ნულზე ნული ვართ რა და ისტორია მოუდიო ჩავთო განვადურგებით მალევე, ამიტომაც გამოვხდა. ასე ბოტების იმას შემიძლია დავყენო აგრესივზე. ან სტანდარტი, ან Facebook შვიდი რომ არავინ არასდროს გამომიცხადოს ომი. მე აგრესივზე არ დავყენო, რადგან ყველა მე გამომიცხადებს ომს და ისეთ რთული მოუდი ჩავთე. Impossible შეუძლებელი მოუდი იმიტომ არ ჩავთე რომ წინაზე დავაპირე გადაღება, მაგრამ 33 სერიაში ჩრდილოეთიდან საბჭოთა ისტორია მოუდი ქონდა ჩართული. 33 სერიაში, 33 რაუნდზე. საბჭოთა კავშირი მიტევდა და სამხრეთიდან კიდე არმენია და გამანადგურეს სომხეთი რა. და აგრესივზე მაგით არ დავაყენებ, მიჩვენე სტანდარტი დავაყენო. კი, სტანდარტზეც გამომიცხადებენ ომს ჩვეულებრივ, მაგრამ ზოგი კიდე იქნება Facebook-ზე სახელმწიფო. და შორს უარ ჩემგან და გუნკის მებულოში ეს ასე გამომიცხადებს ომს. ატომური ბომბი რა თქმა უნდა სტანდარტზე დავაყენოთ, იმიტომ შემეძლოს გაკეთება ატომური ბომბის. ონც ურთულეს გასაკეთებელია და ძალიან დიდი ხანი დაგჭირდა ეგ რო გააკეთო. ასევე ხა თუ გამიმართლებს რესურსები მაინტერესებს როგორ მექნება. აი წინა ის რომელიც დავიწყე და მალევე გამანადგურეს და წავშა ლეგიისას გადაღებული ოილიც ქონდა ზეთი. ისა ზეთი რა, ხო რა ოილი ნავთობი რა. ნავთობიც ქონდა. რკინაც ქონდა, გოლდიც ქონდა და food resources ქონდა. აბა ეხლა ვნახოთ რეები მოხს. food resources ბლომათა მოხს. კაი, კულტურა food resources არის. აირონი, ფუშენი აირონი არა გვაქვს. გოლდი გვაქვს, კაია? ფუშენი ეგეც არა გვაქვს. კაი, აირონზე რა ხდება? ანუ აირონზე ეს მინდა, გოლდზე, ესა, ოილზე კიდე ეს მინდა. ანუ ეს სწორი ტეტრუ უეჭვენი მინდა. აქეთკენ რა არა აქვს ამათ? თუნდაც ამათ გავ შევისყიდო. კი ბატონო, იმას აქვს. ისო შევისყიდო მაწყობს. ოილი, ოპა, ანუ ეგორი არმენიას გარო ვიყიდო. ეგეც მაწყობს, კაით. პირველ რიგში ნახავთ რომ ეკონომიკა მაქვს თვლიანად განადგურებული, ასე თქვია. და ეგ რო ცოტა გამოვასწოროთ, ნახეთ, აჩანყებები დამეწყება მე, მაგრამ აქამდე ცოტა მოძლიერდებით. შევცვალოთ და გადასახადება ავწიოთ მაქსიმალურად და გამოგვივა 7000-მდე მოგცემს ხოლმე. კეთილი დღეობა იყოს ეგ როგორც არის არ დავაკლებ. მოგთელოზოთ ცოტა დავაკლოთ და იქ ეკონომიკა გაგვიძლიერდეს. არა მინუსებში არა, ონც. პლუსებში იყოს ეგრე, კაი. კეთილი დღეობა, population increase გაიზრდება. დანარჩენი იყოს ეგრე 7400 მომცემს რა და ეგ მაგას ნენილა გავსდი. ეხლა რა შეეხება? მოდი აქ მივხედოთ. ასე იგი ყველაზე ჯერ რადგან მე მაქვს აქ 2 რესურსი, გოლდი და ის, ხო? ანუ რესურსებში ფუდი გვაქვს 1, მანდ თბილისში აქ მაქვს აქ და კაი აფხაზეთში, ასე იგი ეს არ ვიცი რომელი კუთხით მიიკუთვნება, მაგრამ
აქ სვანეცა იმერიცაც სამეგრელოზე რომელია ერთმანეთის კაი ასე იგი მაგ 4 ტერიტორიაზე მაქვს ხე კი ბატონო ანუ ხე კარგად მექნება და ხე რო გავაძლიერო კაი იქნებოდა კაი მოიცადე კაი გამოვეთ სტანდარტს დააყენე ეხლა მე რამაინც აქ შევიდეთ და აი ეს დავაყენოთ არა ეგ gold mine ხო გვაქვს ხო და gold mine გავწიოთ კაცო ის მერეც იქნება და goldi მინდა უფრო მეტი ვიშოვო რომ მე goldi თუ ვიშოვე შემიძლია გადავქნა ფულში ყველაფერი კაი მოდი დავიწყოთ ახლა აქ 2 ლეველზე არ გავუშვი მაგას village შევალთ აქ მე აქ village building-ს დავწევით და ოპ ასევე აქ რაღაცები შეგვიძლია და აი ამას goldi უნდა რომელიც ჯერ შემიძლია აი აქ gold-ის კი შემიძლია მოიცა gold-ს რა უნდა 12 რკინა ანუ gold ჯერ დავდგათ ჯერ მოდი ესენი დავდგათ და მეზობლებისგან შევიძინოთ რკინა მაგალითად სომხეთს აქვს რკინის საბადო და ცოტა ხანი ვიყოთ ასე და 1-5 სვლა მაინც და შემდეგ უკვე ისიც გამოიმუშავებს რკინას და გავცეთ რკინის ქარხნებს სომხეთი და სომხეთისგან შევიძინეთ რკინის მეტალსაც ჩვენ გამოგვადგება და მაგამდე მე აქ ამ ფულს მოვახმარა ამათ მაგამდე ხეში გაგვეზდება ასევე აშენდი ხო კაი მაგათ კაი ეხლა 3750 უნდა მაგას გავაზრდე კაი უკვე 33 გვაძლევს კაია მიდი წავიდა ეს გავაძლიერო მე აქ რა თქმა უნდა სადაც მოიცა ბარემ აქაც ქნათ და აი ახლა გავუშვათ ასევე ჯარი აქ ეკონომიკის განვითარებას მოვჩები მე დავიწყებ შექმნას და ომს არ დავიწყე მაგამდე სანამ 1-20,000-მდე არ მეყოლება არმია და თუ რამეა მაშინ 10,000-მდე ავიყვან უფრო მეორე დონის არმიას რომელიც უფრო უკეთესია რა აი ჯერ იმას რკინას ეგვენ მომიმატებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რკინის მადანი არ ამაქვს. ბილდინგ შევიდეთ და აქ გავუშვათ საომავლოდ მეორე. ფული მაინც რაღაცაში ხომ დავჭეს. კაი, მე ანუ შემდეგ სლაზე უკვე ხეთკას გვექნება და შეგვიძლია 12 ცალი ვიყიდოთ. რკინა რომ gold mine-ი დავდგათ რა, gold mine-ი რომ დავდგათ, მე gold-ს მოვიპოვებ. და goldi რომ მოვიპოვოთ, ეგ ძალიან კაია. მოდი. უკვე არა, ჯერ კიდე ნაშოვნია მას. აი მას ნახოთ რა კიდე სხვა ვის აქვს. აირონი. ეს და ნაშოვნია თუნდაც აგერ ბატონს ქონია. მედია შენ გაქვს აირონი. სამას არა აქვს. ვინმე ხარ, ვისაც გაქვს აირონი? ნახეთმიდა უკვე აჰა. ამას უეჭველი ექნა. სამასა. ეს არ მინდა ცოტას მოხდეს სამიგან კაცო, მაგრამ აი კიდე ლოდინი მომიწევს ასე იგი რა. ეს წითელი საბჭოთა კავშირი ეს North Corps-ი არ ვიცი რა არის ეს რუსეთის თეიში ანუ რუსეთის სახელმწიფო ამ პერიოდში იყო აჯანყება და საბჭოთა კავშირი მოვიდა სათავეში რა ვიცეღან საბჭოთა კავშირი დამარცხა წინა ხელში და რუსეთმა და იმან რუსები დამარცხა საბჭოთა კავშირი რუსები დაამარცხა იმპერია მერე აზერბაიჯანია არმენიამ მიაწვეს ხო და ზევიდა North Corps-მა
და არ ყავდა სამხრეთიდან ეს ორი ქვეყანა ურტყავდა. ეს და საბჭოთა კავშირი განადგურდა ეგრე. რავი, ეხლა რა იქნება, არ ვიცით, ყოველთვის სხვადასხვა მიმდინარეობს მოვლენები. იმედია მალეავალ 1:40 რა უნდა ვდეს, ზევით აწერია, როგორც ხედავთ, ზევით მარჯვენა მხარეს აწერია 1919 წლის ივნისი არის ან ივლისის ჯუენი. და 100 თურნა აწერია და 100 თურნიდან 5 გვაქვს გაკეთებული უკვე. კაი, ეს უკვე ოპა, არმენია აღხურას გან ჯარი შექმნა დაიწყო თავიდან. შეუძლია ნახე. საბჭოთა კავშირია ყველაზე ძლიერი, ანუ ყველაზე მეტი არმია ყავს 20,000. ანუ ივლისი არის ეხლა, ივნისი არის ეხლა. ხო რა ეს ეხლა დიდი არაფერი იქნება, ჯერმად 5 რაუნდია. მე 50 მოვალთ მე ვიყურებ და ვნახავთ ვინ როგორ გაძლიერდება და სუსტდება. კაი 10,000 გვაქვს ფული ხო? რა გავაკეთოთ და თბილისში შევხედოთ, მოდი, ბილდინგს დავაწვეთ, ვერი აქ. ასე იგი აქ ამას ვერ დავგავთ. აქაც ვერა. აქ არ მინდა გარნიზონი ჩაყენება ჯერ. აი ამას რა უნდა? 8 გოლდი უნდა, 8 გოლდს კიდე აირონი უნდა. კაი. ვიცი თქვენ ვერ გამუშავებთ ჯერ, მაგრამ იყავით ეგრე. არაფერ მინუსი მაინც არ ვიყავართ. კაი. რა მინდოდა ეხლა, ასე იგი. ამას ექნება უეჭველი აირონი, ამას ექნება აირონი ექნება, ამას ლაფია, ოილი. აუტენა ძალიან მაგარიყო. 4 რესურსი მქონდა ტერიტორიაზე. და ძალიან დიდი მაგარი ეკონომიკა დავარეთ. წამივიდა ძალიან ბევრ შოულობი. ასევე მეგობრებო, სანამ დავუწევდი, მოიცა ეს არ მინდა, აი აქ შევიდეთ. აი აქ ხედავთ განხრებს რა. კომუნიზმი, მონარქია, თეოკრატია, ფაშიზმი, დემოკრატია და ტრეიდ რესპუბლიკა. ტრეიდ რესპუბლიკა გაიზრდება პოპულაცია და მენქია არმი კოსტი ანუ მეტი დამიჯება არმის აღვანა რა. აი დემოკრატია რიჩენ ქეჯ ვასალ, შენ შემიძლია შექმნა ვასალური შექმნა დაცული ქვეყნები, კულტურის დისკონტენდო ვიცი რა არის, ანუ აი ეხლა საფრანგეთს რო ყავს ეხლა რა ხეთ? ალბათ საფრანგეთი რა. აგერა საფრანგეთი. აქ ყავს ფრენჩ ალჟირი არის, ნახეთ, დიპლომატიით შევიდეთ, საფრანგეთის ვასალური ქვეყანა არ არის? რატომ ახსოვდა ვასალური ქვეყანა იყო? ალჟირსა და აზერბაიჯანს, ანატოლიას და აზერბაიჯანს ალიანსი აქვთ. ოტომანი რა შვება? პაქტი აქვს იმასთან. ოტომანთან მე ჯერჯერობით კაი ურთიერთობა მაწყობს, სიმართლე გითხრათ. ანუ დემოკრატია მომეწონა რა და ეხლა მაგას რატო გიხსნით რა? იმიტომ რომ სამომავლოდ მინდა თქვენაერთშიოთ რომელი განხრით წავიდეთ. მონარქიას ვიზენ ხოლმე ძირითადად, იმიტომ რომ მიყვარს მონარქია და რაღაცა ძირითადად და თან აი სკილებიც აქვს მონარქიას, ნახეთ. სად არის აქ არის შევიდეთ ეს რა ვინ კანონები. ტრენდ განახეთ კომუნიზმი. Expensive for sanction means 90%. ანუ санкции ალბათ არის რა. Fire ფუტკენი გეგმო country of resource to build ქვეყანაში უფრო ნაკლები რესურსი ანუ შენობების აშენებულ ნაკლები რესურსი დაგჭირდება და building cost
უფრო ნაკლებს დახარჯაო ეგ მომწონს კომუნიზმი უკვე გაია მალაკი არა ოსო დაგვიბალო პოლიტიკა decision carry out repression army organization government კანონები გვემატება ან პოლიტიკა შეიძლება პოლიტიკურ გაწყვეტილებას მიიღო მაგეზე და სხვადასხვა რაღაცეები ახლა აღარ ზოგადი აი მონარქია მაგალითად defense მომენტება +20% და saints per turni -20% არც და არის ბობლაში გაიზრდება 10% რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ თამაშში ჯარი ყავდეს political decision intervention with state family პოლიტიკური გაწყვეტილება შეიძლება ინტერმერი ან დაოჯახო სხვა ოჯახებთან გენუსი defense 10% defense 15% political annexion vassal marriage according to vassalური რაღაცან ვასალი გახადო ან დაიწყო ვასალი გახადო რაღაცა defense 20% ანუ ზუსტად მაგაზია გასული თეოკრატია რეკორდ კოსტი ანუ მეომრების აყვანა ნაკლები დამჯდება და გენების შექმნა გენ საზღვაო არმიის გამოყვანა ხოლმე უფრო მეტი დამჯდება სამაგიერო დინასტიაო აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება რაღაცა ან ნაკლები დამჯდება მეომრების პოლიტიკური გადაწყვეტილებებია ფაშიზმი ამათ მოვუწევთ When the ეს როცა გამოუცხადება სხვაასო ბუნდესლიგა 85%-იო, მაგრამ 5 რაუნდის შემდეგო 80% დაგდება 10-ია. ეს იცი რა არის? ფაშისტები ყოველთვის სწრაფად უტევდნენ ხოლმე, ბილცკრიგს ეძახდნენ როგორც მახსოვს. მე მგონი ეგრე ეძახდნენ. თუ ვწდები, ბოდიშ მაპატიებ. ბილცკრიგს ეძახდნენ ხოლმე, რომ ძალიან სწრაფად უტევდნენ ხოლმე. და მაგის სწრაფად იღებდნენ ხოლმე ქალაქს, მაგრამ აი რუსებთან ეგრე უნდათ, მაგრამ რუსებთან რომ ვერ აიღეს ეგრე ვერ გაკაჩეს ეგრე და ვერ აიღეს, რომ გაუგრძელდათ გაგრძელებული ომზე ვეღარ გაკაჩეს. ეგ ერთი, მეორე იყო, რომ ზამთარს ვეღარ გაუძლეს და რუსეთმა ციმბიდან წამოიყვანა სპეციალური არმია. ეგეც იყო. ასევე ძალიან ისეთ როგორც თქვა ბოლომდე იბრძოდნენ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნები, ასევე როგორც ჩვენ მაშინ საბჭოთა კავშირის მხარეს ვიბრძოდით და ჩვენც ანუ ბოლომდე ანუ იმიტომ ვიძახი მაგას რომ მაშინ ისეთ სასტიკად ექცეოდნენ ფაშიზმები ყველას რომ თელმა საბჭოთა კავშირში შემავალმა ქვეყნებმა იმედი უქონდათ ჰიტლერი გაათავისუფლებდა მათ პირიქით ეს საშინელად იქცეოდნენ რომ არჩევს საბჭოთა კავშირში დარჩენილიყვნენ და საბჭოთა კავშირის გვერდზე იბრძოდნენ რა. აი ახლა ჩემი ისტორიის გაკვეთილები სიო მორჩა და გამიხედოთ აქარობას. მოდი გამოვტოვოთ ერთი 5 სვლა კიდე ან ხორეთ 5 სვლა და ნახოთ მე რა იქნება როგორ იქნება რანაირად იქნება ფულის გაიბლომად იქნება თუ შემეძლება ანუ ვიყიდო იმისგან აი ან მეტალი კი ვიყიდი თუ არა და ტერიტორიას ვიყიდი მისგან სადაც მეტალს შოულობს ეგეც ძალიან მაწყობს მე გითხრათ ასევე წინა ხელში ასეთ მაგარაღაც დაუმოღამი რა ტერიტორიას დავიწყო ხომ მტრისას იქაურო თინეთ გავანადგური და ფულს ავიღებ მაგითთან ანუ შენობებს ასას აშენე ხა მე ხო აშენებ აქ რაღაცებს იმასაც ხო იქნება აშენებული დავიპრო ფული მომეტება მე იმ ფული კიდე ჯარ შექმნი თუ რამე ის ტერიტორია დაიბრუნა ის ეკონომიკა უკვე განადგურებული იქნება იმ ადგილას პოპულაციას ასევე მე რომ დავიბრუნებ მე მაგყოლებს ისევ აღვადგენ ეგ არის უფრო ბრძოლაში გამოსადეგი არის იმ ხრივ რომ შენ შემტეს ასუსტებ ეგრე აი ეხლა რა ხდება აქო ვაი რამ ხელაზე წავსულ ვართო აბა ტრეიდ შევიდეთ და
კიდი არა აქვს, მაშინ მოიტაშენეს პროვინცია რა. პროვინცია მომე. ეს გამოაყოლე. და ფულს მოგცემ, რაც მაქვს თლიანად და თანახმა. რამდენი მაქვს ბიჭო. მოდი არ მინდა მაგდენი. უდიც მივცეთ. ერთი ამდენი და 200 დავიტოვოთ. მერე აბა ოპ. ეგ არის 30000. კაით რა, ბევრი ხო არ არის. ეგ ორი ტერიტორია მომეცი. კაი ხო არა უშავს, ფული მომემატება მაინც 10000. ბიჭო, 7000 არ მომემატებოდა. ეხლა ისინი შემომიმატა, მაგით მომიმატა. კაი, ასე იგი ბილდინგ შევიდეთ, რა თქმა უნდა ეს გავაუქმოთ, რა შემჭირდება აქ ზღვაზე გასული, ტბაში ჩავიდე უბრალოდ. თქვენ ხო არ მილანს ღანდარავებით. ფაქტორი აქ არ გვინდა, აქაც არ გვინდა, აქაც არ გვინდა, კაი. ეს არის ბილეჯი, ხო? ანუ შეგვიძლია კიდე ერთი საზღვრთან. აქ რა ხდებაო? აბა აქ რა ხდება, რატო ვიყიდე ეს სიფონი ოილია? არა,ინ არ არის, არც ეს არ არის. აბა რისთვის ვიყიდე? ოილი არ არის. როგორ არა, ოილი არის, კაცო. ოილი არის. მაშინ გავუშვათ აქ იგრევე ეს შენობა. მაგრამ ამას რკინა უნდა მაგის გამო ვერ უშვებთ, ხო? კაია გარნიზონი. მოდი ჯერჯერობით გავაუქმოთ. და დაველდოთ რკინის გამომუშავებას. ასე იგი ერთგან გვაქვს რკინის ქარხანა, ხო? თუ აქ გვაქვს ჩვენ რკინის ქარხანა, მაშინ რა მინდოდა ბილდინგ აი ამის განვითარება აღარ შეგვიძლია, მოიცა? no resource. ამასაც რკინა უნდა. კაი, ბაზარი არ არის. იყოს ეგრე. ბილდინგ შევიდეთ. ეს ჩავთოთ. აქაც შევიდეთ, ეს ჩავთოთ. და გახდება 12. შიო ეგ არის. კიდე ერთი 3 რაუნდი გადავახტეთ და მერე ვნახოთ რა როგორ განვითარდება situation. სამი რაუნდია ხო რა ეგრე 14-მდე ავიდეთ რა. ისე ადამიანს უნდა ხო 14-მდე ამოვედით და thanks income გაზრდილი როა მაგის გამო ხალხი გვიჯანყდება. ბატონო დაუკლოთ მოდი. ეგრე ფული ბლომად მაქვს მაინც და რა აზრია უცაცო. კაი, ოპ. ერთი დარჩა ფხიზლი, ხო, კაი. იგნორა. კაი, აბა რა შეეხება ახლა აქო. მარტო ერთი მუშაობს. კაი, აბა მოდი გავუშვათ კიდე და თუ კიდე გაიქია ისინი, მაშინ გავაუქმე და ხელახლა ჩავთავ. ერთი გაითიშე, კაი. იყოს ეგრე ერთი გათიშული და 12 ხო? მაწყობს რადგანაც აი აქ ბილდინგ ოპა და გოლს გავუშვით. გავუშვით ეგ გოლი, კაია. რა შეიძლება ახლა აქეთკენ ვიჯებით გვაწყობს გახდება 3-იანი. ეს countryside-ები რამდენად გვაწყობს არის? ეს რა არის? countryside, village, small town, village, კაია, მაწყობს ეგენი. აი, მაშინ უცებ ამას ადაჭირდება ახლა.
არ მინდა ეგ აქ შედი აქ countryside დაატაკი და ამას დავატვეთ ამას დაჭერა 8000 ის არა მოხს -6 +6 ანუ 28 მაგის გამო აი მეორე ის სად არის კაცო იმის რესურსი გვაქვს აქო ხოდა ტრეიდ შევიდეთ ამასთან და ეგ პროვინცია მომეცი მოგცემ შენ მე აი ამდენ ხეს და მოგცემ ასევე მანი ოხეს მანი ხანაც კარგი და ხანაც ცუდი ეგრე ბილდინგ შევიდეთ და აი არც არ მინდა ტყილავად რა ვილიჯია თან აი მომეწონა ვილიჯი რო არის +8-ო ძალიანაც კარგი ბილდინგ შევიდეთ და აი ამას ეს ჩავორთოთ რომ 12 გავხადოთო აჰა აი მოიცა აუ სად შევედი გამოგაცო სად შევედი სადა არ მინდა ეგა აქ შევიდეთ და გოლდს დავაიდავანებოთ ეხლა მოდი აირონის მიხო არ პრინციპი აირონი გვაქვს მეორე ლეველი მაინი ანუ არ მინდა მაშინ ასა გოლდს მეთქო გოლდი გვაქვს მეორე ლეველი მაშინ უნესეთი მანდა მინჩი кайფემოდა მართლა ფერმაც ზანგაია პროვინციისთვის კაი ახლა გასაგებია რა ხდება აქან აი ისეთ გამიშვა ოილი გვაქვს იქ და ველოდებით ოქროს მოდი ახლა გადავიდეთ processing next to-ნი და რა როგორ გვექნება აუ ამას რა უნდა რა გინდა ჩაირთე რაზე იდიშები ჩაირთე ეფიციენტი ეგრე რა რაც შეეხება ახლა აქეთკენ ბილდინგს შევიდეთ მოდი და გაძლიერებით ვერაფერს ვერ ვაძლიერებთ ვაუ კაი გავიგე და დავწიე 50%-ზე ნაკლები ახლა კაი მაშინ ახლა მე მიხედავ აქაურობას კინას შევიდეთ და ამას უეჭველი ახლა გავაძლიერებ level 2-ზე რა აკლია 16 ხო გვაქვს 6 უნდა 10 10-ის განვიყიდოთ ამის განვიყიდოთ trading iron ამას თილი აღარ აქვს მე გავაცალე უიფს დავავიწყდი მებოდიში ამას გონია თილი და რამდენი აქვს ნახოთ 26 არ მინდა 10 მოიდა და ფულს გადაგიხდი ოპ ძალიან ბევრია ეგ არა ეხლა აქცევიდეთ მოიცა ბარემ 16 გინდა ხო კიდე მეორე ფას გავაძლიერებდი ეს მოიტა შენ წაიშალე მოდი და რამდენი გვაქვს ნახოთ აბა
14 აქვს ზუსტად. ბაზარი არა მაწყობს. აჰა. ანუ ორი რკინით აბადო მოგზა ორივეს გავაძლიერებ, რაც ძალიან დამეხმარება სამომავლოთო. building კიდე დავწეთ ამას და ეს გავაძლიეროთ. და ზუსტად 16 დამჭა და აი ამას გავაძლიერებო. ეს level 2-ზე ყოფილი ისედაც, რას მეუნები. მაშინ აი ამ ზოგადად შემიძლია თვითონში ფორმატიანია მაინც. ამას ამდენი ჭირდება, 10 ჭირდება, მაგდენი არ აქვს. შემდეგში ნახავ როგორ გავაძლიერო. ნუტროაკ, აიც კაცო. ზედმეტი ხო არ მომივიდაო. აი მოდი ეხლა ვნახოთ გოლდი რო გავაძლიეროთ კიდე მაღალ დონეზე რა გვჭირდება. 16 წელი რკინა კიდევ. მოდი ვაფშე ეხლა პროვინცია აქ შევიდეთ, რამდენი გაქვს ვნახოთ. 67 ხო? მოდა 67-ვეს ვიყიდი კაც. 8000 უნდა მარტო. კაი არა უშავს. გოლდიც რო თუ აქვს გოლდსაც ვიყიდი ბარემ სამომავლოდ მაინც ტრეიდინგ გოლდი აქვს. რამდენი გაქვს? 14? მეტი არა, კაი მაგასაც ვიყიდი. ფული მაინც თავზე საყრელად მაქვსო. იყოს 2000 აჰა. ეგ არის ფული დაგვჭა 14 და კი თავზე საყრელად და უკვე მინუსებს დავიყვანა. კაი ახლა შეიძლება აი აქ შევიდეთ ბილდინგში და გავაძლიეროთ ეს 3000 დავხარჯით მან და 14-ით გამატება, ხო? კაი, მაშინ თბილისში შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი რამე, რომ თბილისში გქონდეს ფინანსები უმაღლეს დონეზე, დავუსვათ ეს. ასევე 16 იმის შეგვიძლია გადავიყვანოთ იმაზე, მაგრამ არ მინდა, არ მაწყობს ჯერჯერობით, იმიტომ რომ რკინა მინდა ბლომად, ამიტომაც შევხედავ გადმოხედავ ახლა აქ სიტუეიშენებს. რა თქმა უნდა ამას გავუშვებ აქ და ამას უნდა 5000 კიდე ფული, მანი. ფული, როგორ არის სულ ფულზე საქმე რა. კაი, მეგობრებო, ძალიან გამიგრძელდა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ეხლა არ განახებთ რაღაც პატარა იმეებს, რომ ეკონომიკა ცოტა წამოვქაჯო. უკვე მივხვდით, რომ როგორ უნდა წამოიქაჩოს აქ ეკონომიკა და რაღაცეები. ვიდეოს გარეთ წამოვქაჩავ ეკონომიკას, ცოტა მაღლა დონეზე ავიყვან, ასევე ნახეთ. აქ მე შემიძლია გავხსნა ესეც ამას ყიდვა უნდა? ანუ ამ სამიდან, ეხლა დავაწე რავი. ანუ ტრეიდ რესპუბლიკა, დემოკრატია და მონარქიიდან კომენტარში დამიწერეთ რომელი ავირჩიოთ, თქვენ რომელი გაგისწორდებოდათ, რომ გყავსულიყავი. მე სიმართლე გითხრათ, ტრეიდ რესპუბლიკაც ტრეიდ რესპუბლიკა არ მაწყობს. მარტო იმის მაწყობს, რომ ვითრეიდო ხოლმე სხვა ქვეყნებთან ბონუსები მექნება, მაგრამ დემოკრატიაც მაწყობს, ძალიან მომეწონა და მონარქია ისეთ ყოველთვის მიყვარს მონარქიას ვირჩევ ხოლმე. აი თქვენ გადასწორეთ რომელს აირჩევთ. ხო, რა დამიწერეთ ვიდეოში თუ არა და მე ავირჩევ ჩემით რომელი გავაკეთო და დიდ დემოკრატიას ავირჩევ მე, რადგან მონარქიის თამაში სულდა, ეხლა დემოკრატიის ავირჩევ, დამაინტერესა. კაი მეგობრებო, დაგეშტობებით, აბა ჰე და აბა ჰო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და peace. მოვალ შეხვედრამდე.